ფრანც კაფკა მოხსენებითი ბარათი აკადემიას გერმანულიდან თარგმნა რუსუდან ღვინეფაძემ დიდად პატივცემულო ბატონო აკადემიკოსებო ჩემთვის დიდი პატივია თქვენი წინადადება წარვუდგინო აკადემიას მოხსენებითი ბარათი ჩემი მაიმუნური წინაცხოვრების შესახებ სამწუხაროდ თქვენს თხოვნას სრულყოფილად ვერ შევასრულებ უკვე 5 წელი მაშორებს მაიმუნური ყოფისაგან დრო რომელიც კალენდარული საზომით ალბათ მოკლია მაგრამ გასავლელად ჩემთვის უსასრულოდ გრძელი აღმოჩნდა გზადაგზა ჩინებული ადამიანები დამემგზავრებოდნენ ხოლმე თავიანთი რჩევებითა და ტაშით საორკესტრო მუსიკის ფონზე წინ მივიწევდი მაგრამ არსებითად მარტო ვიყავი რადგან მეტაფორულად რომ თქვა ყოველგვარი თანხლება მხოლოდ ბარიერს მიღმარჩებოდა ამ წარმატებას ვერ მივაღწევდი ჯიუტად რომ ჩავჭიდებოდი ჩემს წარმომავლობას და ყრმობის დროინდელ მოგონებებს სწორედ სიჯიუტის უარყოფა იყო ის უმთავრესი მცნება რომელსაც ვიცავდი მე თავისუფალი მაიმუნი შევეგუე ამ უხელს ამის შედეგად კი მოგონებები თავის მხრივ ჩემთვის სულ უფრო და უფრო შეუღწეველნი ხდებოდნენ თავიდან ჯერ კიდევ ღია იყო უკან დასაბრუნებელი კარი თუკი ადამიანები ამას მოინდომებდნენ რომელსაც ზეცა ქმნის დედამიწის თავზე მერე და მერე კი რაც უფრო წინ მიმდენი და განვითარების მატრახი ეს კარი სულ უფრო და უფრო დაბლდებოდა და ვიწროვდებოდა ადამიანთა სამყაროში თავს უფრო გულდაჯერებულად და უკეთესად ვგრძნობდი ქარიშხალი ჩემი წარსულიდან რომ მომძახოდა ჩადგა დღესიც მხოლოდ ღანიავია ქუსლებზე რომ მიღიტინებს და შორეული ხვრელი რომლიდანაც ის უბერავს და რომლიდანაც მე ოდესღაც გამოვძვერი ისე დაპატარავდა რომ წმეყოს ძალა და ნება იქამდე მისაბრუნებლად ტყავი უნდა გავიძრო რათა მასში გავედიო შეულამაზებლად თუ ვიტყვი თუმცა ასეთ შემთხვევაში მირჩევნია ქარაგმებით ვილაპარაკო დიახ მიკი მოკიდვის გარეშე რომ ვთქვა თქვენი მაიმუნური ბუნება ჩემო ბატონებო თუკი ასეთი რამ გაგაჩნიათ უფრო შორს როდია თქვენგან ვიდრე ჩემგან ქუსლებზე კი ის ყველას უღიტინებს ვინც კი დედამიწაზე დაიარება პატარა შიმპანზესაც და დიდაქილევსაც ნაწილობრივ კი ალბათ შევძლებ თქვენს შეკითხვას ვუპასუხო თანაც დიდი სიამოვნებით პირველი რაც ვისწავლე ხელის ჩამორთმევა იყო ეს გულმართლობის დამადასტურებელი ჟესტია და დღეს როცა ჩემი კარიერის უმაღლეს მწვერვალზე ვდგავარ იმ პირველ ხელის ჩამორთმევას გულმართალი სიტყვაც დაემატოს მართალია აკადემიას ის არსებითად ახალს ვერაფერს ეტყვის და შორს იქნება იმისგან რასაც ჩემგან მოითხოვენ და რის თქმაც მე რა გინდ მოვინდომო არ ძალმიც მაგრამ მაინც წარმოაჩენს იმ ძირითად მიმართულებას რომლის მეშვეობითაც ყოფილმა მაიმუნმა ადამიანთა სამყაროში შეაღწია და იქ დამკვიდრდა თუმცა იმ მცირედსაც არ ვიტყოდი რასაც ქვემოთ მოგახსენებთ საკუთარი თავის რომ არ მჯეროდეს და ჩემი მდგომარეობა ცივილიზებული სამყაროს ყველა დიდი ვარიეტეს სცენაზე ასე რიგად გამყარებული არ იყოს წარმოშობით ოქროს ნაპირიდან გახლავართ იმის თაობაზე თუ როგორ შემიპყრეს მხოლოდ გადმოცემით ვიცი ფირმა ჰაგენბეკის მონადირეთა ექსპედიცია რომლის ხელმძღვანელთან ერთადაც მას აქეთ სხვათა შორის არაერთი ბოთლი წითელი ღვინო დამიცლია სანაპიროს ბუჩქნარში იყო ჩასაფრებული იმ საღამოს როცა მაიმუნების გუნდთან ერთად წყლის დასალევად მივრბოდი ამ დროს სროლა გაისმა მე ვიყავი ერთადერთი რომელსაც ტყვია მოხდა 2 ადგილას დამჭრეს ერთი ჭრილობა ლოყაზე მქონდა მსუბუქი კი იყო მაგრამ მოტიტვლებული დიდი წითელი ნაიარევი დამიტოვა რომლის გამოც ყოვლად შეუსაბამო მართლაც მაიმუნის მოგონილი სახელი წითელი პეტერი შემარქვეს თითქოს მხოლოდ ლოყაზე დარჩენილი ამ მეწამული ლაქით განსხვავდებოდა ცოტა ხნის წინათ ჩაძაღლებული აქა-იქა ცნობილი გატრნილი მაიმუნის პეტერისაგან ამას ისე სხვათა შორის მოგახსენებთ მეორე ტყვია თეძოს ქვემოთ მომხდა ეს ჭრილობა მძიმე იყო
მისი ბრალია, დღემდე ცოტათი რომ ვკოჭლობ. ამ ცოტა ხნის წინ წავიკითხე სტატიაში, რომელიც ეკუთვნოდა იმ ათასობით თავქარი ამ ჯღაბნელთაგან ერთ-ერთს, ჩემზე რომ ლაყბობენ ხოლმე, თითქოს საკუთარი მაიმუნური ბუნება ჯერ კიდევ მთლიანად ვერ დამეძლიოს. ამას თურმე ის ამტკიცებს, რომ სტუმრების თანდასწრებით სიამოვნებით ვიხდი ხოლმე შარვალს, რათა მათ ნატყვი არ ივანახო. რატომ სათითაოდ არ გაუხმება ამის დამწერს ყოველი თითი? დიახაც, ვისთანაც მომინდება, იმასთან ჩავიხდი შარვალს. ვერაფერს დაინახავენ, გარდა კარგად მოვლილი ბეწვისა და იმნაიარევისა, გარკვეული მიზნით ამ შემთხვევაში განსაზღვრულ სიტყვას გამოვიყენებ. ოღონდ იმედია, სწორად გამიგებთ. უტიფარმა ტყვიამ რომ დამიტოვა. ყველაფერი აშკარაა, დასამალი არაფერი მაქვს. როცა საქმე ჭეშმარიტების დადგენას ეხება, არც ერთი საღად მოაზროვნე არსება დახვეწილ მანერებს არად დაგიდევთ. იმ ჯღაბნელს რომ ჩაეხადა შარვალი სტუმრების თანდასწრებით, სულ სხვა სურათს დავინახავდით და მე მისი მხრიდან საღი აზრის გამოვლინებად მიმაჩნია, თუ იგი ამგვარად არ იქცევა. ასე რომ, ჭკუის სწავლებით თავს ნუ მომაბეზრებს. იმ სროლის შემდეგ გალიაში გამომეღვიძა, ჰაკენბეკის ხომალდის შუა გემბანზე. აი, ამ მომენტიდან თანდათანობით იწყება ჩემი საკუთარი მოგონებები. ეს არ იყო 4 მხრივ გისოსებიანი გალია, 3 გისოსიანი კედელი 5-ზე მიემაგრებინათ. ამრიგად, გალიის მეოთხე კედელს 5 ქმნიდა. მთელი ეს ნაგებობა ისეთი დაბალი იყო, რომ წელში ვერ ვიმართებოდი და ისეთი ვიწრო, რომ ვერ ვჯდებოდი. ამიტომ ჩაცოცხლს მუხლები მიკანკალებდა. და რა კი თავიდან, როგორც ჩანს, არავის ნახვა არ მინდოდა და სულ სიბნელეში ყოფნას ვარჩევდი, პირით 5-ისაკენ მიბრუნებული ვიყავი, ზურგით კი გისოსებზე მიჭეჭყილი. ახლად დაჭერილი ველური ცხოველების ასეთ პირობებში მოთავსება საუკეთესო ხერხად მიიჩნევა და მე დღეს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვერ ვუარყოფ, რომ ადამიანური თვალსაზრისით ეს მართლაც ასია. თუმცა, მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი. ცხოვრებაში პირველად გამოსავალს ვერ ვხედავდი, ყოველ შემთხვევაში პირდაპირ გამოსავალს. ჩემს წინ აღმართული იყო 5-ის კედელი, ერთმანეთზე მჭიდროდ მიჯრილი ფიცრებით. მართალია, მათ შორის მალე აღმოვაჩინე ჭუჭრუტანა, რომელსაც მოუსაზრებლობის გამო სიხარულის გამომხატველი ყმოილით მივესალმე. მაგრამ ამ პატარა ღრიჭოში კუცაც კი ვერ გავატევდი. ხოლო მის გასაფართოებლად მთელი ჩემი მაიმუნური ძალა არ მეყოფოდა. როგორც მოგვიანებით მითხრეს, თურმე უჩვეულოდ ცოტას ვხმაურობდი. რის გამოც დაუსკვნიათ, რომ ან მალე ამომხდებოდა სული, ან თუ კრიტიკულ პერიოდს გადავლახავდი, ადვილად გასაწვრთნელი ვიქნებოდი. მე დავძლიეთ დროის ეს რთული მონაკვეთი, ყრუწყო მუტუნი, რწყილების ძებნა, რაც ტკივილს მაყენებდა ქოქოსის კაკლის უღონოდ ლოღნა. 5-ის კედელზე თავის რახუნი, ენის გამოყოფა, როცა ვინმე მომიახლოვდებოდა. აი, ეს იყო ჩემი პირველი ქმედებები ახალ ცხოვრებაში. თუმცა, ყოველივე ამას თან ახლდა ერთი გრძნობა, სრული გამოუვალობის განცდა. რა თქმა უნდა, მაშინდელი მაიმუნური შეგრძნებები დღეს მხოლოდ ადამიანური სიტყვებით შემიძლია გადმოვცე და ამიტომ მათ ზუსტად ვერ გამოვხატავ, მაგრამ თუნდაც ახლა ვეღარ ვწვდებოდე ადრინდელ მაიმუნურ ჭეშმარიტებას, მოვლენათა ჩემეული ასახვის ხასიათში ეჭვგარეშია, ის მაინც გამოსჭვივის. მე ხომ მანამდე უამრავი გამოსავალის მოძებნა შემეძლო, ახლა კი ვერცერთს ვეღარ ვხედავდი. ჩიხში აღმოჩნდი. ერთ ადგილზე მილოსმული რომ ყოფილიყავი, ამით ჩემი მოძრაობის თავისუფლება უფრო მეტად არ შეიზღუდებოდა. კი მაგრამ, რატომ? ხორციც რომ დაიგლიჯო ფეხის თითებს შორის, მიზეს მაინც ვერ ჩასწვდები. თუნდ ისეთი ძალით მიაწვე გისოსებს, რომ შუაზე გადაგჭრას, მაინც ვერაფერს მიხვდები. არავითარი გამოსავალი არ ჩანდა, მაგრამ უნდა მეპოვა, თორემ ვერ ვიცოცხლებდი. გამუდმებით ამ 5-ის კედელთან უნდა ვიჯდე, ასე ხომ მალე სული ამომხდება. მაგრამ ჰაგენბეკის ჭკუით მაიმუნის ადგილი ფიძრულ კედელთანაა. ხო და მეც გადავწყვიტე, უარი მეთქვა მაიმუნობაზე.
ეს ნათელი, ჭკვიანური აზრი, როგორღაც მუცლით ვატარე, რადგან ჩვენ მაიმუნები მუცლით ვაზროვნებთ. ვშიშობ, ვაი თუ სწორად ვერ გაიგონ, რას ნიშნავს ჩემთვის გამოსავალი. ამ სიტყვას მისი ყველაზე ჩვეულებრივი და სრული მნიშვნელობით ვიყენებ. თავისუფლებაზე შეგნებულად არაფერს ვამბობ. ყოველმხრივ თავისუფლების დიადგრძნობას როდი ვგულისხმობ. მაიმუნი როცა ვიყავი, ალბათ ეს შეგრძნება ჩემთვის უცხო არ იყო და გავიცანი ადამიანები, რომლებიც მისკენ მიისწრაფიან. თავად მე კი, არც მაშინ და არც ახლა თავისუფლება არ მომითხოვია. სხვათა შორის, გეტყვით, ამ სიტყვით ადამიანები ხშირად თავს იტყუებენ და რადგან თავისუფლება ზიაღმატებულ გრძნობებს მიეკუთვნება, ასევე ამაღლებულად მიიჩნევა შესაბამისი ცრუ განცდაც. ვარიეტე სცენაზე გამოსვლის წინ ხშირად ვაკვირდებოდი რომელიმე წყვილს, ეგრეთ წოდებულ ტრაპეციაზე რომ მუშაობდნენ გუმბათის ქვეშ. ისინი ქანაობდნენ, ჰაერში ლივლივებდნენ, ხტებოდნენ, ერთმანეთის მკლავებისკენ მიფრინავდნენ. პირველს მეორე თმაში ჩავლებული კბილებით ეჭირა. ადამიანებისთვის ესეც თავისუფლებაა, ვფიქრობდი მე, თვითნებური მოძრაობა. ეს ხომ დედაბუნების დაცინვაა. ვერც ერთი ნაგებობა ვერ გაუძლებდა მაიმუნთა მოდგმის ხარხარს, მათთვის რომ ეჩვენებინათ ეს სანახაობა. არა, თავისუფლება არ მინდოდა, მხოლოდ გამოსავლის პოვნა. მარჯვნივ, მარცხნივ, ნებისმიერ მხარეს. სხვა მოთხოვნა არ მქონია. თუნდაც ილუზია ყოფილიყო ეს გამოსავალი. ჩემი სურვილი იმდენად მოკრძალებული იყო, რომ ვერც მოჩვენებითი გამოსავალი იქნებოდა მასზე დიდად აღმატებული. წინ უნდა ვიარო, წინ, ოღონდაც არ ვიდგე ასე უძრავად, ხელება აწეული, ამ ფიცრულ კედელზე მიჭყლეტილი. დღეს ჩემთვის ნათელია. რომ არა უდიდესი შინაგანი სიმშვიდე, ვერასდროს დავაღწევდი თავს ტყვეობას. მართლაც, ყველაფერს ალბათ იმ სიმშვიდის წყალობით მივაღწიე, გემზე რომ დამეუფლა რამდენიმე დღის შემდეგ. ამ განცდას კი თავის მხრივ იმ ადამიანებს ვუმადლი, რომლებიც ხომალდზე იყვნენ. სხვადასხვა გარემოების მიუხედავად, ისინი კარგი ადამიანები არიან. დღესაც სიამოვნებით ვიგონებ მათი მძიმე ნაბიჯების ხმას, რომელიც მაშინ ძილღვიძილში ჩამესმოდა. ყველაფერს, რასაც წამოიწყებდნენ, უაღრესად ნელა აკეთებდნენ. თუ რომელიმეს თვალების მოსრესა მოუნდებოდა, ხელს ისე ასწევდა, თითქოს მძიმე გირი ყოფილიყოს. ხუმრობდნენ უხეშად, მაგრამ გულიანად. მათ სიცილს მუდამ საშიში ყველა ახლდა თან, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა. ყოველთვის ჰქონდათ პირში რაღაც გადმოსაფურთხებელი და მათთვის სულ ერთი იყო, სად გადაანერწყვებდნენ. გამუდმებით ჩიოდნენ, რომ ჩემი სხეულიდან რწყილები ახდებოდათ, თუმცა ამის გამო სერიოზულად არასოდეს მიბრაზდებოდნენ. კარგად მოეხსენებოდათ, რომ ჩემს ბეწვში რწყილები ბუდობდნენ, მათ კი ხტომას ჩვევიათ. ამას შეეგუვნენ. სამსახურისგან თავისუფალ დროს ნახევარწრედ შემომისხდებოდნენ ხოლმე გალიის წინ. თითქმის არ ლაპარაკობდნენ, ერთმანეთს მხოლოდ რაღაცას ებუტბუდებოდნენ. ყუთებზე გადაწოლილები, ჩიბუხს ეწეოდნენ, როგორც კი ოდნავ შევინძრეოდი, მუხლებზე ხელებს ირტყამდნენ. დრო და დრო რომელიმე მათგანი ჯოხს აიღებდა და იმ ადგილას შემიღიტინებდა, სადაც უფრო მსიამოვნებდა. დღეს რომ შემომთავაზონ იმავე ხომალდით მგზავრობა, უეჭველად უარს ვიტყოდი. მაგრამ ასევე ისიც ეჯგარეშია, რომ იმ გემბანთან მხოლოდ საშინელი მოგონებები არ მაკავშირებს. სიმშვიდემ ამ ადამიანების წრეში რომ დამეუფლა, ხელი ამაღებინა გაქცევის ყოველგვარ ცდაზე. დღევანდელი გადასახედიდან მეჩვენება თითქოს წინათ გრძნობა მკარნახობდა, რომ თუ სიცოცხლე მინდოდა, გამოსავალი უნდა მეპოვა, მაგრამ ამას გაქცევით ვერ მივაღწევდი. არ ვიცი, შევძლებდი თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ დიახ, მაიმუნი ყოველთვის მოახერხებს გაქცევას. ახლა ჩემი კბილებით, ჩვეულებრივი კაკლის გაწეწყვასაც კი ვერიდები. მაშინ კი გარკვეული დროის განმავლობაში როგორმე გავხსნიდი კარის საკეთს, თუმცა ეს არ გამიკეთებია. ან კი რას მოვიგებდი? თავის გამოყოფასაც ვერ მოვასწრებდი, რომ ისევ დამიჭერდნენ და უარეს გალიაში ჩამკეტავდნენ. ან თუ შეუმჩნევლად შევიპარებოდი მოპირდაპირე გალიებში სხვა ცხოველებთან, მაგალითად გიგანტურ გველებთან,
მათ მკლავებში ამომხდებოდა სული. ან ზედა გემბანზე აძრომა და იქიდან გადახტომა რომ ძმა მეხერხებინა, ერთხანს გავჩერდებოდი ოკეანის ზედაპირზე. მერე კი ჩავიძირებოდი. ეს ყველაფერი ხომ სასოწარ კვეთილის ქმედებები იქნებოდა. მაშინ ჯერ კიდევ არ შემეძლო ადამიანურად განსჯა, მაგრამ ჩემი გარემოცვის ზეგავლენით ისე ვიქცეოდი, ვითომ აზროვნების უნარს ვფლობდი. მე არ ვმსჯელობდი, სამაგიეროდ მშვიდად ვაკვირდებოდი ყველაფერს. ვხედავდი, როგორ დადიოდა ხალხი აქეთ-იქით. ვუყურებდი ერთნაირ სახეებს, ერთნაირ მოძრაობებს. ხშირად მეჩვენებოდა, თითქოს ეს ერთი და იგივე ადამიანი იყო. ეს კაცი თუ კაცები დაუბრკოლებლად მიდიმოდიოდნენ და აი, ჩემს წინაშე დიადი მიზანი აციმციმდა. არავინ დამპირებია, რომ თუ კი მათნაირი გავხდებოდი, გალიის კარს გამიღებდნენ. არავინ იძლევა დაპირებებს, როცა მათი შესრულება აშკარად შეუძლებელი ჩანს. მაგრამ საკმარისია შესრულდეს, რომ დაპირებები მოგვიანებით სწორედ იქ გამოჩნდებიან, სადაც მათ ადრე ამაოდ ვეძებდით. ადამიანებს არაფერი ჰქონდა ისეთი, რაც ძალიან მიმიზიდავდა. ზემოთხსენებული თავისუფლების მიმდევარი რომ ვყოფილიყავი, უთუოდ ოკეანეში გადახტომას ვარჩევდი იმ გამოსავალს, ამ ადამიანების პირქუში გამოხედვა რომ პირდებოდა. ყოველ შემთხვევაში, სანამ ამგვარ რამეებზე ფიქრს დავიწყებდი, მანამდე დიდხანს ვადევნებდი ადამიანებს თვალყურს და სწორედ ეს დაგროვილი დაკვირვებები მიბიძგებდნენ გარკვეული მიმართულებით. რა ადვილი იყო მათი მიბაძვა. გადაფურთხება პირველივე დღეებში ვისწავლე. მერე ერთმანეთს სახეში ვანერწყებდით. ჩემსა და ადამიანებს შორის განსხვავება ის გახლდათ, რომ მე ნაფურთხის ალოკვა შემეძლო, მათ კი არა. ჩიბუხს მალე ისე ვაბოლებდი, როგორც ძველი მწეველი. ხოლო როცა ცერით მასში თამბაქოს ვტენიდი, მთელი გემბანი ხარხარებდა. ოღონდ დიდხანს ვერ გამეგო, რა განსხვავება იყო ცარიელ და დატენილ ჩიბუხს შორის. ყველაზე მეტად არყის ბოთლმა დამტანჯა. მისულს ვერ ვიტანდი. ძალისხმევას არ ვიშურებდი, მაგრამ კვირები გავიდა, სანამ თავს მოვერეოდი. ამ შინაგან ბრძოლას ადამიანები საოცრად გადამეტებული სერიოზულობით აღიქვამდნენ, ვიდრე ჩემს სხვა რომელიმე თვისებას. საკუთარ მოგონებებში ადამიანებს ერთმანეთისაგან ვერ ვარჩევ, მაგრამ იყო ერთი კაცი, რომელიც ხშირად მოდიოდა, მარტოან მეგობრებთან ერთად, დღისით თუ ღამით, სულ სხვადასხვა დროს. დამიდგებოდა წინ ბოთლით ხელში და გაკვეთილს მიტარებდა. მას ჩემი არ ესმოდა. უნდოდა ამოეხსნა ჩემი ყოფიერების ამოცანა. ბოთლიდან საცობს ნელა ამოაძრობდა და მერე შემომხედავდა, რათა შეემოწმებინა, გავიგე თუ არა. უნდა გამოგიტყდეთ, ყოველთვის გაფაციცებით, სულგანებული ვადევნებდი თვალს მის მოძრაობას. ვერც ერთი მასწავლებელი ადამიანი ვერ იპოვის დედამიწის ზურგზე ასეთ მოსწავლე ადამიანს. მას გახსნილი ბოთლი პირთან მიაქვს. მეც ყანყრატომდე ვაყოლებ მზერას. ის კმაყოფილებით მიქნევს თავს და ბოთლს მოიყუდებს. მე აღტაცებული იმით, რომ გაკვეთილს თანდათან ვითვისებ, სიხარულის გამომეტყველი ჭიჭყინით ვიქექავ სხეულის იმ ნაწილს, რომელიც კი მომხდება. ის გახარებული ბოთლიდან ერთ ყლუპს მოსვამს. მე მოუთმენლად ვცდილობ მივბაძო და სასოწარკვეთილებისაგან უნებურად გალიაში ვისაქმებ, რაც მას დიდ კმაყოფილებას ანიჭებს. ახლა ბოთლს პირიდან მოიშორებს, მერე სწრაფი მოძრაობით კვლავ მოიყუდებს და უკან თავ გადაწეული თვალსაჩინოებისათვის სასმელს იმაზე უფრო სულმოუთქმელად გადაკრავს, ვიდრე საჭიროა. ასეთი დიდი მოთხოვნებით ხანს გამოცლილი, მას ვეღარობა მხარს და გისოსებს უღონოდ ვებღაუჭები. ის კი თეორიული მეცადინეობის დასასრულს მუცელზე ხელს ისვამს და იღრიჭება. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება პრაქტიკული ვარჯიში, თუმცა განა თეორიამ მეტისმეტად არ გადამღალა. დიახ, ასია, რა გაეწყობა, ეს ყოფილა ჩემი ბედი. მიუხედავად ამისა, გამოწვდილ ბოთლს მთელი მონდომებით ვტაცებ ხელს და აკანკალებული თითებით ვხსნი. წარმატება ახალ ძალებს მატებს, ბოთლს მაღლავწებ, ორიგინალისაგან თითქმის არაფრით განსხვავდები. პირთან მიმაქვს და თუმცა ბოთლი ცარიელია და მხოლოდ არყის სუნითაა აყროლებული, ზიზღით დავახეთქებ იატაკზე.
ჩემი მასწავლებლის და სამწუხაროდ, უფრო მეტად კი ჩემ და სავალალოდ. ვერც ის და ვერც მე მარცხს ვერ ვურიგდებით, მაგრამ ბოთლს რომ მოვისვრი ხოლმე, მუცლის საგულდაგულოდ მოფხანა და კბილების დაკრეჭა არ მავიწყდება. ასე მიმდინარეობდა უმეტესად ჩვენი გაკვეთილები. მასწავლებლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჩემზე არ ბრაზობდა. მართალია, ზოგჯერ ანთებულ ჩიბუხს ბეწვზე მომადებდა ხოლმე და მანამდე ეჭირა, სანამ არ გაღვივდებოდა. თან ისეთ ადგილზე, სადაც ვერ მივწვდებოდი. მაგრამ მალე თვითონ ვიაქრობდა თავისი უზარმაზარი კეთილი ხელით. იგი არ მიბრაზდებოდა, რადგან ესმოდა, რომ ჩვენ გაერთიანებული ძალებით ვებრძოდით მაიმუნურ ბუნებას და რომ უფრო მძიმე ბრძოლა მე მიწევდა. სამაგიეროდ, როგორი გამარჯვება იყო მისთვისაც და ჩემთვისაც, როცა ერთ საღამოს მაყურებელთა საკმაოდ ფართო წრის წინაშე, ალბათ რაღაცას ზეიმობდნენ, გრამოფონი უკრავდა, გემბანზე დინჯად დააბიჯებდა ოფიცერი. სწორედ იმ დროს, როცა არავინ მithვალთვალებდა, ჩემი გალიის წინ შემთხვევით დატოვებულ არყის ბოთლს ვწვდი, მაყურებელთა მზარდი ინტერესით წახალისებულმა წესების ზუსტად დაცვით გავხსენი. პირზე მოვიყუდე და უყუყმანოდ, დაუღრეჯავად, პირწავართნილი ლოთივით, თვალებ გადმოკარკლულმა ყლურწუნ-ყლურწუნით გამოვცალე. ბოთლი არა სასოწარკვეთილებით, არამედ ოსტატურად მოვისროლე. მაგრამ მუცელზე ხელის დასმა დამავიწყდა. თუმცა სამაგიეროდ, რადგან ეს თავისთავად მოხდა, რადგან დაუძლებელმა სურვილმა ამიტანა, რადგან გრძნობები ამეშალა, მოკლედ, ადამიანური ხმით წამოვიყვირე. ჰელოუ! და ამოძახილით ერთბაშად ვისკუპე ადამიანთა საზოგადოებაში, რომლის საპასუხო შეძახილებიც გესმით, ლაპარაკობს, ამბორივით მელამუნებოდა გახვითქულ ტანზე. ვიმეორებ, ადამიანთა მიბაძვა როდი მფხიბლავდა, ასე იმიტომ ვიქცეოდი, რომ გამოსავალს ვეძებდი. სხვა მიზეზი არ მქონია, თუმცა ამ პირველ გამარჯვებას ბევრი სიკეთი არ მოჰყოლია. ხმა მაშინვე დავკარგე და მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ აღმიდგა. არყის ბოთლისადმი ზიზღი კიდევ უფრო გამიძლიერდა, მაგრამ ჩემი გზა ყოველ შემთხვევაში ერთხელ და სამუდამოდ გამოიკვეთა. როცა ჰამბურგში პირველ მწვრთნელს გადამცეს, მალე დავინახე ის არჩევანი, რომლის წინაშეც ვიდექი. ზოოპარკი ან ვარიეტე. ყოყმანი არ დამიწყია, მაშინვე გავიფიქრე. ძალღონი არ დაზოგო, რათა ვარიეტეში მოხვდე. ზოოპარკი მხოლოდ ახალი გალიაა. იქ თუ აღმოჩნდები, დაიღუპები. ხოდა, ჩემო ბატონებო, სწავლას შევუდექი. სხვა რა გზაა, უნდა ისწავლო, თუ ეს აუცილებელია, თუ გინდა გამოსავალი იპოვო. მეც ამაზრით შეპყრობილი, ბეჯითად ვმეცადინეობდი. მათრახით ვადექი საკუთარ თავს. უმცირეს წინააღმდეგობასაც კი დაუზოგავად ვებრძოდი. მაიმუნური ბუნება კისრის ტეხით გარბოდა ჩემი არსებიდან, ისე რომ პირველი მასწავლებელი ლამის თვითონ გამაიმუნდა. ჩვენი გაკვეთილები მალე შეწყდა, რადგან სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. საბედნიეროდ იქიდან ცოტა ხნის შემდეგ გამოვიდა. ბევრი მასწავლებელი გამოვიცვალე, ზოგჯერ ერთდროულად რამდენიმეც კი მამეცადინებდა. ხოლო როცა საკუთარ შესაძლებლობებში დავწმუნდი, როცა ჩემს წინსვლას ფართო საზოგადოებრიობა ადევნებდა თვალს, როცა ჩემი ბრწყინვალე მომავალი ეჭვს აღარ იწვევდა, თავად დავიწყე მასწავლებლების მოწვევა. დავსხამდი მათ 5 სხვადასხვა ერთმანეთზე წაწყობილ ოთახში, თითოეულისაგან ერთდროულად ვსწავლობდი, თან განუწყვეტლივ დავხტოდი ერთი ოთახიდან მეორეში. რა წარმატებებს ვაღწევდი, ცოდნის სხივები ყოველი მხრიდან იჭრებოდა ჩემს გამოხვიძებულ ტვინში. არ უარყოფ, ბედნიერი ვიყავი, თუმცა თან უნდა ვაღიარო. არც მაშინ და მით უფრო არც ახლა საკუთარ თავზე გაზვიადებული წარმოდგენა არ მქონია. იმ განუმეორებელი ძალისხმევის წყალობით, როგორიც დღემდე დედამიწის ზურგზე არ სულიერს არ გამოუჩენია, საშუალო ევროპელის დონეს მივაღწიე. იქნებ თავისთავად ეს დიდი არაფერია, მაგრამ ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, რადგან გალიას თავი დავაღწიე და ვიპოვე ეს განსაკუთრებული გამოსავალი, ადამიანის ბუნების მიბაძვა.
არსებობს შესანიშნავი გერმანული გამოთქმა: ბუჩქებში შეძრომა. მეც სწორედ ასე მოვიქეცი, ბუჩქებში შევძვერი. სხვა გზა არ მქონდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თავისუფლებას ვერ მოვიპოვებდი. ახლა, როცა ჩემს განვლილ გზას და აქამომდელ მიზანს გადავავლებ ხოლმე თვალს, არც სინანულს განვიცდი და არც კმაყოფილებას. შავლის ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი, მაგიდაზე შემოდგმული ღვინის ბოთლით, ნახევრად ვწევარ, ნახევრად ვზივარ სავარძელში და ფანჯარაში ვიყურები. თუ ვინმე მესტუმრება, საკადრისად გავუმასპინძლდები. შემოსასვლელში ჩემი იმპრესარიოზის, როცა ზარს დავრეკავ, მოვა და მოისმენს თუ რა მაქვს სათქმელი. თითქმის ყოველ საღამოს წარმოდგენაა და ჩემი მიღწევები არა მგონია კიდევ საჭიროებდეს გაუმჯობესებას. გვიან ღამით, როცა ბანკეტიდან, სამეცნიერო საზოგადოების მიღებიდან თუ მეგობრული თავგრილობიდან სახლში დავბრუნდები, პატარა გაწვრთნილი დედალი შიმპანზე მელოდება და მასთან ერთად მაიმუნურად ვერთობი. დღისით მისი ნახვის სურვილი არ მაქვს. ამ შიმპანზეს გამოხედვა ისეთივე უაზროა, როგორიც ყველა გაწვრთნილი, თავგზაობნეული ცხოველისა. ამას მხოლოდ მე ვამჩნევ და არ შემიძლია მისი მზერის ატანა. ყოველ შემთხვევაში იმას მივაღწიე, რის მიღწევაც მსურდა. ნუ რა ვინიტყვის, თითქოს ჩიტი ბუთხნად არ ღირდა. სხვა მხრივ კი ადამიანთა აზრი არ მაინტერესებს. უბრალოდ ჩემი სურვილია ცოდნის საზღვრების გაფართოება. თქვენც დიდად პატივცემულო ბატონო აკადემიკოსებო, მხოლოდ ფაქტები მოგახსენეთ.